მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები, ფიქრები და ქმედებები უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ფიქრობ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის საინტერესო იქნებოდა გაშლა კონკრეტულად ჩემგან, კონკრეტულად ამ თემაზე. მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს, ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება, შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქროთ, ანუ არ არის აუცილებელი რაღაცა სიყვარულო და რომანტიკული ასპექტით, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო ამ კუთხით ვეცდები რომ ავხსნა, იმიტომ რომ ვიცი უმეტესობას უფრო სასიყვარულო ასპექტით აინტერესებს. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ. ჩაიფიქრეთ პიროვნება და ნახოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების პირველ რიგში გრძნობები. ნახოთ აბა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები და მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები მგონი ასე ჯობია. კარგით. პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, ეს რა არის, ჩოლკას ვერაფერი ვერ მომუხერხე, უყასრავად. და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, რომელი ქვა, რომელი არკანიც გიზიდავთ და დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველი ვარიანტიდან. ვინც არჩია მწვანე ქვა და პირველ რიგში გრძნობები. გრძნობებს რაც შეეხება. გრძნობების კუთხით აქ ამოვიდა თასების აჟი და იცით როგორ რაღაცას ვიტყოდი. ვინც არ იცის ტაროს დასტაში სამეფო არკანებში ყავს პაჟი, რაინდი, დედოფალი და მეფე. ასე ზრდის მიხედვით, ხო? და პაჟი ყოველთვის არის უფრო რაღაც დამკვირვებელი ენერგია, რომელიც აკვირდება ყველაფერს და უფრო ის საწყისი ენერგია და თასები არის ემოციები, ხო? და პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე გრძნობებს რაც შეეხება, ვიტყოდი იმას, რომ იცით ადამიანს თქვენთან მიმართებაში ინტერესი აშკარად აქვს, თუმცა ინტერესი განსაკუთრებით თუ რომანტიკული ასპექტით ჩაიფიქრეთ პიროვნება არის ცოტა არ იყოს და ზედაპირული. აი, იცით როგორი, წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მოგეწონათ კონკრეტული ადამიანი და აი, რაღაც ასეთ ჯერ არც იცნობთ, არც იცით როგორი ადამიანი არის და ასეთ საწყის ეტაპზე როდესაც არის სიმპათია, ხო? დაახლოებით ასეთი ემოციები აქვს. მესმის რომ შეიძლება ადამიანს წლებია რაც იცნობთ და ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ადამიანის ინტერესი რაღაც ასეთ ლეველზე, ასეთ საფეხურზე არის გაჭედილი. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, რომანტიკული ინტერესი აშკარად აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას პირველი ვარიანტი, ხოლო თუ თქვენ ჩაიფიქრეთ მეგობარი ან ვიღაც მსგავსი, გეტყვით იმას, რომ ზოგადად ადამიანურად უყვარხართ, ადამიანურად აინტერესებთ, მაგრამ ეს ინტერესი საკმაოდ ზედაპირული არის და მოკლებული არის სიღრმისეულობას. თუმცა ზოგადად ისევ და ისევ გავიმეორებ, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს პიროვნებას. კარგით, მოდით აბა ვნახოთ პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობებზე კიდევ დავამატოთ რამდენიმე არკანი, ვნახოთ. კიდევ ერთი არკანი ვნახოთ გრძნობებზე. არკანი კვერთხების რაინდიო, აქ უკვე რაინდია. შეხედეთ მეგობრებო, აქ ადამიანის მხრიდან მოდის ძალიან ბევრი ვნება და ძალიან ბევრი ისეთი ცეცხლოვანი ენერგიები და შეხედეთ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული მამაკაცი, ნუ ან ქალბატონი რომანტიკული ასპექტით, ამ შემთხვევაში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ადამიანს თქვენთან მიმართებაში რომანტიკული ინტერესი აშკარად გააჩნია, მაგრამ რომანტიკულ ინტერესზე მეტად გააჩნია თქვენთან მიმართებაში ვნება. და იცით აქ როგორ რაღაცას გეტყოდით მე თქვენ. ზოგადად ბუნებრივია, როდესაც ადამიანი მოგწონს მის მიმართ ვნება რომ გაჩნდეს ეს სავსებით ბუნებრივია, ნორმალურია, ხო? არ ცდება საზღვრებს, მაგრამ შეხედეთ ისევ და ისევ ადამიანის მხრიდან უფრო მეტი ვნება მოდის, ვიდრე რაღაც რომანტიკული ინტერესები. და აი, თითქოს ინტერესზე და რაღაც გულწრფელობაზე
უფრო ინტენსიურად, უფრო მეტად მოდის იმპულსური დამოკიდებულება. რა არის იმპულსები? გრძნობები არის რაღაც უფრო მყარი, ხო, რაღაც უფრო ხანგრძლივი, ხოლო იმპულსი არის უფრო რაღაც მომენტალური. მომენტალურად, როდესაც ადამიანი მოგვიზიდავს, ან მომენტალურად, როდესაც ლამის ცეცხლი წაგვეკიდება, დავუშვათ ადამიანი დავინახეთ და მასთან, არ ვიცი, სქესობრივი კავშირის სურვილი გაგვიჩნდა, ან იმ მომენტში მოგვეწონა, მაგრამ ზოგადად არ გვაქვს რაღაც ისეთი სტაბილური და მყარი ემოციები, ხო? მოკლედ რომ ითქვას, უფრო მეტად აქ რაღაც იმპულსურ ემოციებს ხედავ და კი რომანტიული ინტერესი გავიმეორებ რომ ფიგურირებს, მაგრამ ძალიან ზედაპირული არის და უფრო სიღრმისეული ამ შემთხვევაში არის ვნება. დავამატოთ არკანები, ნება და იმპულსები, იმიტომ რომ იმპულსები ძალიან ძლავრად ჩანს აქ, რომ როდესაც დავუშვათ ადამიანი ხედავს რაღაც ისეთ სიტუაციებს ან რაღაც ისეთ ადგილებს, სადაც თქვენთან ერთად იყო, ან რომლებიც თქვენთან უასოცირდება, ან შესაძლოა თქვენს ფოტოებს, როდესაც ხედავს სოციალურ ქსელებში, რატომაც არა. ასეთ მომენტებში უფრო ინტენსიურად მოდის ემოციები, ვიდრე ზოგადად. კარგით, ნახოთ აბა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების რეალური ფიქრები მათთან დაკავშირებით, ნახოთ აბა რა ფიქრები აქვს ადამიანს. ხმლების ტუზი, თასების ორიანი და გვერდხების ტუზი. მეგობრებო, პირველ რიგში ორი ტუზი ამოვიდა და ისეთ კვერთხები ძალიან დომინირებს აშკარად და ახლა შეიძლება ზოგმა არასწორად გამიგოს, მაგრამ კვერთხების ტუზი არის პირდაპირი გაგებით ამ შემთხვევაში უფრო რაღაც სქესობრივი კავშირის კუთხით წამოსული ესეთი ენერგია, განსაკუთრებით თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული მამაკაცი, აქ მე გეტყოდით იმას, რომ ძალიან მძლავრად უნდა თქვენთან ვნება და ვნებითი კავშირის დამყარება და ასევე დავამატებდი ასეთ რაღაცას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თასების ორიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ხშირად იხსენებს რაღაც თქვენ კომუნიკაციებს, ხშირად იხსენებს თქვენს რაღაც საუბრებს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქ მოდის რაღაც ბრაზი. კვერთხების ტუზი და ხმლების ტუზიც მეტყველებს ამ რაღაც ბრაზის შესახებ, თითქოს რაღაც კონკრეტული თქვენი სიტყვები ეწყინა, არ ესიამოვნა, შესაძლოა შურისძიებაც უნდა. არ გამოურიცხავდი ამას, იმიტომ რომ რაღაც ისეთი უხეში ენერგიები წამოვიდა, რომ ამას მე ვაჩვენებ ახლა სეირსო, ამას მე ვაჩვენებ ეგ როგორ გაბედოს, ეგ როგორ მითხრასო და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ? რაღაც ესეთი ასპექტები ჩანს აშკარად ბრაზის. კიდევ დავამატოთ არკანები, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ შესახებ. მისი ფიქრები, ნახოთ აბა. თან ძალიან ზედაპირული ადამიანი ჩანს, ძალიან სამართლიანობა და კვერთხების სამიანი არკანი ქურუმიკაცი. ფიქრებს რაც შეეხება ისიც როგორ რაღაცას ვიტყოდი, ძალიან განსჯადი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით პიროვნებას. პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ ხშირად აკვირდება თქვენს რაღაც ქმედებებს და საჯულის სახით ცდილობს, რომ განსაჯოს ყოველი თქვენი ქმედება, ყოველი თქვენი საქციელი, რომელიც ოდესმე ჩაგიდენიათ. შესაძლოა ყოველ თქვენს გამოქვეყნებულ პოსტზე თუ ფოტოზე რაღაცნაირად ისე იყურება, რომ რა უნდა ჩემთან რაიმე სახის ნამიოკი ხო არ იყო ესო, რაღაც ასეთი ენერგიას ფიგურირებს აშკარად და საჯულის სახე ჩანს ამ ადამიანის მხრიდან. ძალიან ხშირად გკიცხავთ ეს ადამიანი, კი შეიძლება ერთის მხრივ ეს ასე საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ ძალიან ინტენსიური გაკიცხვა მოდის. შესაძლოა ზურგს უკან არ გკიცხავთ, ხო, მაგრამ შინაგანად ეს judgment მომენტები მოდის, რომ რა უნდა ახლა იმას, ეს რატო ჩაიწვა, ეს რატო დაწერა, ეს რატო გააკეთა, რა უნდა რა. რაღაც ასეთი ფიქრები მოდის.
აი რა უნდა, აი რანაირად იქცევა და აშკარად ადამიანს მიაჩნია რომ თქვენზე ბევრად უფრო ბრძენია, თქვენზე უფრო ჭკვიანია, თქვენზე უფრო მეტად ერკვევა კონკრეტულ საკითხებში, შესაძლოა სხვათა შორის ფიქრობდეს რომ თქვენზე უფრო კარგად ერკვევა ეზოთერიკაში ან რაღაც მსგავს საკითხებში, ზოგადად ადამიანი აშკარად თვლის რომ თქვენზე უფრო კარგად აქვს შეცნობილი სამყარო, სამყაროისეული ძალები, თქვენზე უფრო მეტი აქვს გადატანილიც და იცით რა არის, შესაძლოა მართლა თქვენზე უფრო მეტი აქვს გადატანილი სადღაც რაღაც კონკრეტულ სფეროში, მაგრამ პირველ რიგში ამის შედარება საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველას ინდივიდუალური გამოცდები გვაქვს, ხო, რეალობაში. და მეორე კიდე ადამიანს რომც უფრო მეტი ჰქონდეს გადატანილი, საქმე იმაში კი არ არის, ვის უფრო მეტი გვაქვს გადატანილი, საქმე იმაში არის, ვინ რას ვსწავლობთ, ხო? და ადამიანი აშკარად თulis რომ რაღაცას სწავლობს, მაგრამ რეალურად არ სწავლობს. ადამიანს თავი ჰგონია სულიერად ძალიან განვითარებული, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ბრძენი და ისეთი რომ აქვს თითქოს იმის უფლება რომ ყველა განსაჯოს, ყველა გაკიცხოს, ყველას ულტიმატუმები დაუყენოს, ასეთი მსაჯული ყავს ვაჟბატონი ნუ ან ქალბატონი, მაგრამ რეალურად თვითონ დიდად ვერაფერს ვერ წარმოადგენს. მეცაც ვიტყვი ძალიან დიდი შანსია ადამიანი იყოს ჩვეულებრივი ბრჭყალებში მსახიობი, იმ კუთხით რომ აი რეალურად საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდეს, რასაც ქვია, მაგრამ აი რაღაც კონკრეტულ როლს იგებდეს, მაგალითად ირგებდეს ეზოთერიკოსის როლს ან კონკრეტულ სფეროში სპეციალისტის როლს, ძალიან მცოდნეს როლს ზოგადად. მოკლედ რომ ითქვას რაღაც კონკრეტულ როლში არის, მაგრამ რეალურად დიდად ვერაფერს ვერ წარმოადგენს, ძალიან ბევრი გაკიცხვა მოდის მისი მხრიდან და თითქოს ადამიანი თქვენს შესახებ რაღაცეებს უგონებს საკუთარ თავს, იგონებს თვითონ ბრაზდება, თვითონ წუხდება და თვითონვე გპატირობთ ან არ გპატირობთ რა. ძალიან ინტენსიური გაკიცხვა მოდის და ეს ბრაზიც მოდის ძალიან დიდი. ძალიან გაბრაზებული არის ადამიანი, რომ აი რანაირად ვერ ხვდება ამასო, მაგას რანაირად ვერ ხვდება, რა დებილი არისო, შეიძლება რაღაც ასეთი ფიქრებიც კი ჰქონდეს, თქვენ წარმოიდგინეთ. აი რანაირად ვერ ხვდება, რანაირად ვერ აანალიზებს, რა სისულელეებს აკეთებს და ამ დროს თვითონ ადამიანი ბევრად უარესებს ჩადის და ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ თქვენზე ბევრად ჭკვიანია, თქვენზე ბევრად ბრძენია ან რაღაც მსგავსი. კარგით და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თუ იქნება პირველი ვარიანტი ჩაფიქრებულ პიროვნებას ქმედებები თქვენთან მიმართებაში ვნახოთ აბა იქნება თუ არა ქმედებები. არკანი ეშმაკი, არკანი ხმლების რაინდი. ქმედებები იქნება მეგობრებო აშკარად ამ პიროვნების მხრიდან. ასევე დავამატებდი აქ ასეთ რაღაცას, რომ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან რაღაც კონკრეტული სიმყარის შენარჩუნება, რაღაც სტაბილურობის შენარჩუნება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ თქვენთან ოჯახი უნდა, სიყვარული ან ის ან ის არა. უბრალოდ უნდა რომ თქვენთან ბრჭყალებში მშვიდობა ჰქონდეს, სურს რომ თქვენთან ჰქონდეს რაღაც სტაბილური მყარი ურთიერთობა, თუმცა თქვენი არც ზედმეტად ახლოს მოშვება არ უნდა და არც შორს გაშვება. აი უბრალოდ უნდა რომ ასე გამარჯობა გაგიმარჯოსზე იყოს მოყრდნობილი ურთიერთობა, უნდა რომ თქვენ მასზე იყოთ ემოციურად დამოკიდებული, თქვენ მასზე გიждდებოდეთ, აქებდეთ, უნდა თქვენგან იღებდეს ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრ სიმპათიას, უნდა რომ თქვენგან ეს იგრძნოს, რომ თქვენ ხართ მასზე, ასე ვთქვათ, აბსესდ, აღრთოვანებული, რომ თქვენ მასთან გინდათ სქესობრივი კავშირი, რომ თქვენ ის ემოციურადაც ყველანაირად გიზიდავთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შეგრძნობა უნდა საკუთარ ტყავზე, მაგრამ რეალურად თვითონ საერთოდ არ სურს არანაირი სახის ენერგიების გაცემა და მეცაც ვიტყვი, რაც არ უნდა ხდებოდეს, რომ თქვენ საკუთარ თავს აფასებდეთ და რამე ადამიანს არ უნდა თქვენი ბოლომდე გაშვება. და ამის გამო ძალიან დიდი შანსია რაღაც გარკვეულ მანიპულაციებს მიმართოს და ერთი თვის განმავლობაში იქნება მისი მხრიდან ქმედებები, თუმცა ეს ქმედებები მინდა გითხრათ, რომ იქნება საკმაოდ ისეთი უხეში, ძალიან დიდი შანსია მისი მხრიდან მიიღოთ ძალიან ბოროტული და ცოტა უხეში სიტყვები, საკმაოდ უცაბედად შემოიჭრას ადამიანი თქვენს რეალობაში და ასევე ეცდება აუცილებლად მანიპულირებას. მანიპულირებას იმით, რომ ხან თბილი იქნება, ხან ძალიან ცივი და აი რაღაცნაირად ეცდება, რომ აი მოგიზიდოთ და ის ყველაფერი რაც გითხარით, რომ აი უნდა საკუთარ ტყავზე შეიგრძნოს, რომ თქვენ მასზე გიждდებით და ასე შემდეგ, ეცდება რომ ეს ემოციები გამოიწვიოს თქვენში. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება, რაში არის საქმე თქვენთან.
და თქვენთან აქ გამოვიდა არკანი განდეგილი გრძნობების კუთხით. იცით, გრძნობების კუთხით მეორე ვარიანტი თქვენთან აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ ადამიანი პირდაპირ გაგებით განდეგილი არის გრძნობებისგან და რას ნიშნავს ახლა ეს? პირველ რიგში მინდა გითხრათ ასეთი რაღაც, რომ ადამიანი უფრო სხვა სფეროებში არის, უფრო მეტად სხვა რაღაცეებზე ფიქრობს და ძირითადად კონკრეტულად ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო რაღაც შინაგან პროცესებში არის, ვიდრე თქვენთან ემოციებში. ასევე იცით, როგორ რაღაცას გეტყოდით, ყველასთან არ რეზონირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს თითქოს თქვენი შიში აქვს. შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი ემოციების შიში თქვენთან მიმართებაში, ან იმის შიში, რომ თქვენ რაღაცას არასწორად გაიგებთ, ვერ მიიღებთ სწორად. აი რაღაც ასეთი ცოტა შიშები ჩანს მისი მხრიდან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. მეორე ვარიანტის გრძნობები მათ მიმართ, მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები მათ მიმართ. არკანი იმპერატორი კაცი და არკანი პენტაკლების ხუთიანი. აშკარად ემოციურ კრიზისში არის ადამიანი და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ თქვენთან მიმართებაში რაღაც გარკვეული გრძნობები აქვს. განსაკუთრებული სქესობრივი კავშირის სურვილი მოდის აქ და ასევე მოდის რაღაცის შიში. ემოციური კრიზისი და ემოციური სიცარიელე მოდის მეგობრებო მეორე ვარიანტისგან და თითქოს არც ცალია რა, აი მესმის რომ ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო ჭრეს, მაგრამ თითქოს არც ცალია თქვენთან მიმართებაში გრძნობებისთვის. უფრო მეტად ადამიანს აქვს იმის სურვილი, რომ დაამტკიცოს ის, რომ არ ეშინია არაფრის, არის ძალიან მაგარი ტიპი. მოკლედ რომ გითხრათ, გრძნობების კუთხით უფრო საკუთარი ავტორიტეტის დამტკიცების სურვილი ჩანს და თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი ჩანს აქ. რაღაც გრძნობებს, რაღაც სიყვარულს, კომუნიკაციის სურვილს აქ ნამდვილად ვერ ვხედავ, უფრო აი რაღაც შთაბეჭდილების მოხდენის სურვილს ვხედავ მისი მხრიდან. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან დაკავშირებით. რას ფიქრობს აბა? ნახოთ. არკანი პენტაკლების რვიანი, არკანი ხმლების ექვსიანი, არკანი ვარსკვლავი. მეგობრებო, აქ იცით როგორ რაღაცას ვიტყოდი, ფიქრების კუთხით ფიქრობს, რომ თქვენ აბსოლუტურად ყველაფერზე ხარ წამსვლელი მისთვის, რატომღაც აქვს ისეთი შეგრძნება და შთაბეჭდილება, რომ თქვენ მის გულისთვის აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებდით. აშკარად გვირგვინი დაუსვეს ადამიანს თავზე და ვინ დაუსვა და რატომ დაუსვა, ეს უკვე საკითხავი არის, იმიტომ რომ უარესი გააკეთეს ამით. შესაძლოა სადღაც თქვენს ოდესღაც გააზრებულად თუ გაუაზრებულად დაუდასტურეთ ის, რომ თქვენ მისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მაგრამ აშკარად ადამიანი თვლის, რომ თქვენ ძალიან აღფრთოვანებული ხართ მისით, მისი ყოველი ქმედებებით და თვლის, რომ თქვენზე ძალიან კარგად ახდენს შთაბეჭდილებას, თქვენ მასზე გიждებით, აფრენთ, თქვენ დამოკიდებული ხართ მასზე ემოციურად და ფიქრობს, რომ არასდროს არ წახვალთ მისი მხრიდან, ფიქრობს, რომ ისევ და ისევ მზად ხართ ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ამ ადამიანის შესანარჩუნებლად აბსოლუტურად ყველაფერზე ხართ თითქოს წამსვლელი და ისიც აშკარად ჩანს ასეთი მომენტი, რომ თქვენ თითქოს ცდილობდით ამ ადამიანისგან ან წასვლას, ან თითქოს იმის დემონსტრაციაც მოგიხდენიათ, რომ თქვენ მის გარეშეც ასე თუ ისე კარგად და ბედნიერად ხართ და დროთა დრო ამას ნამდვილად იაზრებს და დროთა დრო ამას ძალიან მკვეთრად შეიგრძნობს და ეს მას ძალიან დიდ პანიკაში აგდებს. იმიტომ რომ ადამიანი თითქოს მიჩვეულია, თითქოს მასში იყო ასეთი პროგრამა, რომ აი რომ თქვენ მასზე გიждებით, აფრენთ და ასე შემდეგ, ხო? და უცაბედად, როდესაც ხედავს, რომ თქვენ თურმე დამოუკიდებელი პიროვნება ხართ, რომ თქვენ თურმე შეიძლება სხვა ადამიანები გიზიდავდეთ და თურმე თქვენი საქმეებიც კი შეიძლება გქონდეთ, ადამიანი ვარდება საშინელ პანიკაში, რომ აი რას ქვია, ჩემზე ხომ გიждდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ახლა რა დაემართა, სად მიდის და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ? ანუ ძალიან დიდი ეგოიზმი არის რა, აი შოკი მაქვს იმხელა ეგოიზმს ვხედავ ადამიანისგან. და მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თქვენ თვითკმარი ხართ და არ გჭირდებათ, მაშინაც კი ხშირად უელვებს და ხშირად ფიქრობს, რომ აი თქვენ მასზე გიждებით და მისი გულისთვის აკეთებთ ყველაფერს.
რომ თქვენ მისი გულისთვის აკეთებთ იმის დემონსტრაციას, რომ კარგად ხართ, თორე სინამდვილეში კარგად კი არ ხართ მის გარეშე, აბა, ასეთი მეფის ან დედოფლის გარეშე, იმპერატორის გარეშე, როგორ უნდა იყოთ კარგად, ხო? მაგრამ რეალურად აქ აშკარად ხედავ იმას, რომ თქვენ მართლაც რომ მუშაობთ იმაზე, რომ მის გარეშეც კარგად იყოთ და ყოჩაღები ხართ და არ შეგაჩეროთ ამან, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რას იფიქრებს, იმიტომ რომ დაფიქრდით კარგად, რამდენად გჭირდებათ ასეთი ეგოცენტრიკოსი პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი მის ირგვლივ თრიალებს. კარგით, იქნება თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების მხრიდან რაიმე სახის ქმედებები მომდევნო მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, იქნება თუ არა რაიმე ქმედებები. არკანი ქურუმი ქალი, არკანი მთვარე და არკანი პენტაკლების ორიანი. ქმედებებს აქ გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად ვერ ვხედავ. შეიძლება იყოს მისი მხრიდან რაღაც ისეთი ქმედებები, სადაც ესდება მანიპულაციებს, მაგალითად, რაღაც პროვოკაციები მოახდინოს, სადაც თქვენი ეჭვიანობაზე ან ემოციებზე გამოყვანა, სადაც თქვენი მოტყუება და რაღაცნაირად აი ეს მანიპულაციების მცდელობა შეიძლება იყოს ნამდვილად, თუმცა ნაკლებად ვხედავ მისი მხრიდან ქმედებებს, უფრო მეტად ვხედავ ისეთ მომენტს, რომ შეიძლება თქვენ თავად ჩავარდეთ რაღაც ილუზიებში ამ ადამიანთან დაკავშირებით, ამიტომაც გადახედეთ კიდევ რამდენიმეჯერ ამ საჯარო გაშლას და დაფიქრდით რატომ უნდა წამოეგოთ, იმიტომ რომ ილუზიები შეიძლება როგორც ამ ადამიანმა მოგახვიოთ, ხო, რაღაც პატარა პროვოკაციებით, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ალბათობით თითქოს თქვენ თავად შეიძლება შემთხვევით გაუაზრებლად ჩაიგდოთ თავი ილუზიებში. ქმედებები დიდი ალბათობით მისი მხრიდან არ იქნება, დავამატოთ კიდევ ერთი არკანი, იქნება თუ არა ქმედებები. ერთი არკანით ვითხარი. პენტაკლების დედოფალი არ იქნება ქმედებები დიდი ალბათობით. 99%-ის ალბათობით არ იქნება უმეტესობასთან, მაგრამ თქვენთვის აქ ამოვიდა ასეთი რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, ილუზიების გარდა მეტი კონცენტრაცია იქონიეთ თქვენს რაღაც მატერიალურ ასპექტებზე, ფინანსებზე და სხვა საკითხებზე. სულ ეს არის ჩემს ერთგვარსო მეგობრებო, ყველას უღრმეს მადლობა წარმატებები და ნახვამდის.